Ამაგალითოდ დასჯილი ექიმები ვართ, ხმის ამოღების შემთხვევაში აი ეს დაგემართებათ, რაც ამას მოუვიდათ. ეს არის მამუკა ქაცარავას განზრახვა, რის გამოც ის არაპირებს ჩვენ სამსახურში აღდგენას და აგრძელებს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის უმცროსი ექიმი ციციკაშია სამსახურიდან 1 წლის წინ 7 მარტს გაუშვეს. მასთან ერთად 3 უმცროსი ექიმი ლევან ლომსიანიძე, ასევე ძმები ზურა და ლევან ლატარიები დაითხოვეს. შარშან 15 ოქტომბერს საქალაქო სასამართლომ შეპესეს სასწრაფო დახმარების ცენტრის მაშინდელ უფროს კახა ჩიხრაძეს დათხოვნილი თანამშრომლების სამსახურში აღდგენა დაავალა, თუმცა გადაწყვეტილება ამ დრომდე არ აღსრულებულა, რადგან შეპესეს ლიკვიდაციაა დაწყებული. დედაქალაქში კი მის ნაცვლად 3 თვეზე მეტია ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ფუნქციონირებს. დამცინავი ტონით, ზუსტად დამცინავი ტონით. მამუკა ქაცარავამ და შალვა ბრაჭულმა 10 იანვარს გამომისტუმრეს ისე, რომ არც აპირებენ და არც ვაპირებთ საერთოდ თქვენ სამსახურში აღდგენას და დაბრუნებას. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრიდან დათხოვნილ ექიმებს სამსახურში პრობლემები 2013 წლის 28 თებერვლის შემდეგ შეექმნათ, როდესაც დარღვევებისა და პრობლემების შესახებ საჯაროდ განაცხადეს. პრესკონფერენციის შემდეგ კახა ჩიხრაძემ ზურა ლატარია კაბინეტში გამოიძახა. წარებული და გაცოფებული უთხრა, რომ შენ და შენი მეგობრები ყველა ხართ განთავისუფლებული სამსახურიდან. რა თქმა უნდა, და ფურცაზე რაღაც პატარა ფურცაზე დაწერა და გადასცა კახა კარიაულს თავის მოადგილეს, რომ ეს ხალხი გაანთავისუფლა და გაუშვი სამსახურიდან. საკადრო წმენდა სასწრაფო დახმარების ცენტრში ეს ამბავი მაშინ მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა და კახა ჩიხრაძემ ექიმების სამსახურიდან გაშვება უარყო. ვთქვი, მაგრამ ეს აფექტი იყო, აფექტით იყო გამოწვეული და ახლა ხوار გაანთავისუფლებდი ახლა ამ ადამიანებს. ჩიხრაძის ამ განცხადების მიუხედავად 4 ექიმის სამსახურის გარეშე დარჩა. მათ ცენტრის ხელმძღვანელის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყეს. პროცესში ჯანდაცვის ახლა დანიშნული მინისტრი დავით სერგეენკოც ჩაერთო. ლაკის მერე არაპირებს სასწრაფოს ხელმძღვანელობის შეცვლას. მამუკა ქაცარავას წინააღმდეგობის მიუხედავად თბილისის მერიის შეპესეს ხელმძღვანელს თანამდებობა მაინც დაატოვებინეს. სამსახურის მართვას ჩაიბარეს მმართველი გუნდი, მმართველი საბჭო, რომლის შემადგენლობაში შევლენ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. კიდევ ერთხელ ჩემ ახალგაზრდა კოლეგებს, რომ პრობლემის გადასაწყვეტად მიმართონ სამართლებრივ გზას. ამ განცხადებიდან 6 თვის შემდეგ ექიმებმა ცენტრს სასამართლო პროცესი მოუგეს. პასუხად თბილისის მთავრობა მის მიერ დაფუძნებულ შეპესეზე უარი თქვა და ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი შექმნა. შეპესეს მთელი ქონება ახალი სიპის საკუთრებაში გადავიდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი არსებობს, მაგრამ ფუნქცია დაკარგული. რატომ არ აღადგინეს ექიმების სამსახურში? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად სასწრაფო სამედიცინო ცენტრში მივედით. ახალმა ხელმძღვანელმა შალვა ბრაჭულმა ინტერვიუზე უარი გითხრა. არა ვარ უფლებამოსილი, რომ გაგცეთ პასუხი შეპესეს ვალდებულებები და პიროვნება კი ვარ, ვიყავი ადრე იმის ხელმძღვანელი, ეხლა ყავს სხვა ხელმძღვანელი შეპესეს. ვისთანაც დავა აქვს ამ ხალხს. მაგრამ იმ შეპესეს ხელმძღვანელი ეხლა თქვენი მოადგილეა. დიახ. ანუ აქ არის. აქ არის და გაისაუბრეთ იმედად. სატელევიზიო კომენტარზე უარი თქვა ბესიკ გულორდავამაც. პირად საუბარში გითხრა, რომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრეს. თუმცა ექიმებმა პროცესი რომ მოიგონ, მაინც არაფერი შეიცვლება. მოიგო სასწრაფოში იმ ექიმად, როგორც მუშაობენ ბერგუნი. არ მუშაობს ბრიგადა არა, ექიმი არის, მე როგორ რატომ უნდა თბილისის მერიის სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა ქაცარავამ კომენტარზე უარი გითხრა. მისი თქმით, ეს საკითხი მთლიანად სასწრაფოს ეხება, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიული პირია და რომლის საქმიანობაშიც მერია აღარ ერება. იურისტების შეფასებით სასწრაფოს ექიმების დარღვეული უფლებების აღდგენა მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხერხდება, თუ კი მერიის მიერ შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი სალიკვიდაციოდ გამზადებული შეპესეს სამართალმემკვიდრედ გამოცხადდება. სასწრაფოდან გათავისუფლებული უმცროსი ექიმების დამცველმა სასამართლოში შესაბამისი სარჩელი უკვე შეიტანა.